ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის ათვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ საინტერესო სტუმრებით, რომლებიც პირველად მოგზადდნენ ჩვენ შოუში. გთხოვთ შეეგებოთ კახაბერი და ხანუმები. მოგზადეთ. მოგესალმებით. ვირფასო ხალხო, მიხარია რომ საბოლოოდ რანაირად მოხდა ესე, არ ვიცი რომ ამდენი ხანი შენი მოუცელობიდან გამომდინარე თუ რაღაცა გეგმები ვერ დავემთხვიეთ, სხვადასხვა ეთერებში კი ვხდებოდით ერთად, მაგრამ ჩვენთან აი პირველად არის და ძალიან მიხარია რომ მას ვიძლებთ. ასევე ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეხა გამახსენდა რომ ჩვენ პირველად მე რომ გამოვდიოდი, უკვე 25 წელი გავიდა. აბა კაცო, ერთ-ერთ პირველი იუმორინაზე და თან როცა მაშინ მარტო ვიყავი და ეხა გამომრავლდით. ახლა გამრავლდა და თან ესეთი ბოლო 15 წელია უკვე. დავიფიქრე, იცი? ჩემი და შენი თანამშრომლობა 25 წელია უკვე რაც დაწყებულია, მაგრამ გოგონებთან ასე ვთქვათ, შემოქმედებითი შეხება არ მქონია და არ გავუშვებ ამ შანს ხელიდან და სიმღერა აქვე რო წავიმღეროთ, ხო შეიძლება? სანამ თქვენს საყვარელ ფოლკ ელექტრონულ ჟანრს მივადგებოდეთ, ნამდვილად და სხვადასხვა შორის წესით მე უნდა დაუკვრა გიტარაზე, მაგრამ იქ სადაც ჩემზე უფრო პროფესიონალია ადამიანი, აუცილებლად ამ ადამიანმა უნდა შესწოს და ძალიან სასიამოვნო იქნება რომ ეს გამოვა პირველად დუეტი ასე. კი ბატონო, აბა ცადოთ, ეხლა ვეწვი მომაწყდა. ძალიან მოხარული ვარ ამის. ჩუმა მაღნარაში წამოწოლილი ვიღაზე მე და გახისუხვი ჭრდილი და მადლობა გოგონებო, ესეთი კეთილთმოვანი ღერადობისთვის. ეხლა უნდა დავიწყო იმ პროექტიდან და იმ შენი, ასე ვთქვათ, როლიდან, რომელთაც აალაპარაკე შენ მორიგ ჯერზე ქვეყანა პროექტში ვინ არის, იყავი ვერძი, პირველივე გამოჩენისთანავე ესე მიიპყრო ყურადღება მაყურებლის და ჟიურის წევრებისაც. კი გაჟღერდა მე როგორც ვიცი შენი ვერსია, მაგრამ მე იკარგებოდნენ, იმიტომ რომ შენ რაღაცნაირად ახერხებდი ამ ლავირებას და მითხარი, ესეთი პროექტია, სადაც უნდა დაემალო ოჯახის წევრს, მეგობარს, ახლობლებს და შეიძლება ყველას დაემალე, მაგრამ ხანუმებს როგორ დაემალები? როგორ იყო ეს მალვის პროცესი, ასე ვთქვათ, კონსპირაციის? ზოგადად რთულია ჩემი დამალვა უკვე და ვიტყოდი ამდენი წლის შემდეგ არსებობის და მოქმედების, ხანუმებს არა ვერ დაუმალე ხანუმებს. ხანუმები იცოდნენ ესე იგი. ო, უბრალოდ ეს კახაბერის ანგელოზები არიან, ესე რომ სამაგიეროდ ჩვენ დავმალებ. შესაბამისად. დავმალეთ კარგად.
კი, ძალიან კონფიდენციალურები არიან საქმესთან დაკავშირებით და ამიტომ შესაბამისად კი იცოდნენ, მაგრამ არ გაჟღერებულა ასეც. და შემჩნევით თავიდანვე იყო ხო გაჟღერებული ჩემი სახელი. ეცადე მაქსიმალურად, რა ვიცი, პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა იყო ზუსტად ამ მიზნით, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩემი თავი, ასე ვთქვათ, იგივე სიმღერაში, იმიტომ რომ მე ამდენი წელია მე სხვისი სიმღერა არ მიმღერია, მით უმეტეს ინგლისურად. საერთოდ ხო შენ როგორც შენ საავტორო კომპოზიციებს ასრულებ ჩემ როგორც ავტორ-შემსრულებელი თავიდანვე ვიცით რომ ასე მოქმედებ და ეს ჩემთვის გამოცდა იყო და რეალობაში ჩემთვის საინტერესო იყო ის რომ თუ როგორ გავართმევდი თავს თუნდაც იმ რუტინას ასე ვთქვათ რა სამუშაო პროცესის იმიტომ რომ ხა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მე პროდიუსერობ და მენეჯერი ყავს ელენე რომელიც ასე ვთქვათ ყველაფერს ალაგებს ისე რომ დროების მიხედვით ანუ ისევ ჩვენი კომფორტიდან გამომდინარე ხო და ამ შემთხვევაში ცოტა შენი კომფორტიდან გამოდიხარ და ასრულებ ასე ვთქვათ შესასრულებელს შესაბამისად ეთყობა რაღაცა მომენატრა ეგ თემა რაღაც პერიოდში თუმცა საკმარისია რაც იყო. იხარი როგორი იყო თვითონ აი ეს ჩემი თავისუფლების დათმობა ძალიან მიჭირს ხოლმე. რა დროის ეპიზოდებს როგორ გაიხსენებდი სადების პროცესს და გადაღების და ძალიან საინტერესო პროცესი იყო და არაჩვეულებრივი მუსიკალური პროდიუსერები რომლებთანაც ერთად ძალიან სასიამოვნო იყო იმ ასე ვთქვათ მუშაობა. დიდი მადლობა მინდა უთხრა მთელ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან შრომატევადია ეს ყველაფერი რა ძალიან ადვილია როცა უყურებს ადამიანები ტელევიზორის მეორე მხრიდან ხოლო იქ რაც ხდება შიგნით თუ რამხელა სამუშაოა რა პროცესები მიმდინარეობს ეს არავინ არ იცის ამიტომ არ მიკვირს ხოლმე ცოტა არასწორად შეფასება რო ხდება შემოქმედი ადამიანების ხელოვანი ადამიანების ასე ვთქვათ შემსრულებლების იმიტომ რომ მან წარმოდგენაც კი არა აქვს ეს რა სირთულეებია იქ და ამას რა დრომი აქვს და კულისებში რა ხდება აი ყველა ეს ადამიანი რომელიც ახლა აქ მუშაობს და გადაღებაზე ოპერატორებიდან დაწყებული რეჟისორით დამთავრებული ეს ადამიანები არ ჩანს ხო აქ ძალიან დიდი პროცესია და შესაბამისად ყოველთვის სულ მინდა რომ რაღაცა ისე გაკეთდეს გადაცემები და რაღაცა რომ თავის ბექსტეიჯიც იყოს წარმოჩენილი თავისი ადამიანებით იმიტომ რომ მართალია იმიტომ რომ მათ პროფესიონალიზმია ყველაფერი დამოკიდებული და რაცა უნდა გააკეთო აქ ეს თუ სათანადოდ არ გადაეცა რა თქმა უნდა ეს არის რაღაც გუნდური მუშაობა და შესაბამისად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის ასე ვთქვათ მადლობის თქმა პირველ რიგში ალბათ და მადლობა უცხო კიდე ნამდვილად დიდი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს აქაც იქაც დანარჩენი რა გითხრათ კოსტუმი ძალიან სამბეჭდავი იყო სამბეჭდავი ერთიდან თეატელია ეხლა გენიოსია ეს გოგო სათვარი მე 13 წლეულია რაც თანამშრომლობ და მეგობრობ და ასე შემდეგ და იმდენად ეს კოსტუმები ისეთი ძალიან ბევრი ვითხოვე რომ ეს კოსტუმი სახში გამატანონ რა არაო იმედის მუზეუმში უნდა იყოს მეთქარი მათხოვეთ მაინც ხო შეიძლება წავიღებ მოვიტანოთ რა შეეხება ხა კოსტუმში მოძრაობა ჩემთვის პირველი იყო ეს იმიტომ რომ მე საერთოდ იმდენად თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ და კომფორტის ხო რომ ჩემი სამოსი შევქმენი მაგის გამო რომ სცენაზეც მქონოდა ყოველდღიურობაში და ასე შემდეგ იმიტომ რომ ჩემი კომფორტულობა ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რაც მე ყოველთვის შემიძლია მე გადავცე ასე ვთქვათ ენერგეტიკულად მსმენელს და მაყურებელს ამიტომაც გაკეთდა ეს ჩემი სამოსი იმიტომ შევიქმენი ჩემი კომფორტისთვის რა თქმა უნდა მან ცოტა ჩემი კომფორტიდან ამოვარდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვერძს ასრულებ ადამიანი ის რო ცალკე რო ის გადავიკითხე ყველაფერი ამის შესახებ ხმასთან კავშირებით მოძრაობასთან და ყველაფერი ეს გავიარებ მანამდე ფაქტია მაგრამ თვითონ სცენაზე რო დგეხარ და აი ამ კოსტუმით გიწევს მოძრაობა ხანდახან გავიწყდება რაღაც მომენტში რომ გონია რომ შენ ხარ და აბა მიდი შენ გაიგე და იქ მიდიოდა შუაში გამოსწორება რომ უი მე არა ვარ იმიტომ რომ მე არ ჩან ვარ ხო ხდები და ვარ ვერძი და შესაბამისად მოდი შეგაწყვეტინებ ანდრი მე მგონი პირველად სწორედ მაგით ასე ვთქვათ შეამჩნია რომ მიხრა პირველი ხო ანდრი ბრო ამის ფეხებს ყველა ცნობს ანუ რაღაცა ისე მიხრა ესეთია ხო რომ და ჩემი ფეხები იცნო მოკლედ ანდრი რა მიხთი ფეხებით დაიწყო და ბევრი ვიცინით ამაზე სულ ვიცინით ამაზე იმიტომ რომ სულ მიდის საუბარი ვის უკეთესი ფეხები აქვს და ამისო მე მგონი მე ვთვლი რომ მაინც მე უკეთესი ფეხები
ხო, მოგეთ ეს ხუმრობა და ერთი სიტყვით მაქსიმალურად ვეცადე რომ გადმომეცა ეს მუხტი, ეს აურა ასე ვთქვათ და არა გამოვიდა შესანიშნავი, თუ ყველას აქვს ეს პერსონაჟი და თავარი სწორედ ეს არის ხო, აი რომ რაშთაბესტილება შესაძლოა ამ გამოწვევაში. მივიღე სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგი გამოძახილი მივიღე და ეხაც მოდის და მოდის ყოველ დღე. ხო და ალბათ ამიტომაც გულმა მიგრძნო ალბათ როგორც პროდიუსერი რომ რაღაცა წინა სწარგრძნობის მომენტია რომ უნდა მიიღო მონაწილეობა მსგავს შოუში, იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი რომ დავიწყოთ იქედან რომ ძალიან მნიშვნელოვანია როცა ადამიანებს რაღაც ბედნიერების წამებს ჩუქნი. ჩვენი საქმე რა არის, ხო? ჩვენ ვავიწყებთ ადამიანებს რამოდენიმე წამით ყველანაირ პრობლემას. თუნდაც ის ერთ სიმღერაში, თუნდაც გამოსვლაში. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, ასე რომ ჩვენ თუ მილიწამებს ვურსებთ ადამიანებს ბედნიერებით, ხო? ნუ ჩვენ თვითონ ამით ბედნიერები ვართ ყოველთვის, რა, იმიტომ რომ ამის გაზიარება რო შეგვიძლია და ამ ენერგეტიკის, ასე ვთქვათ, პოზიტივის გადმოცემა და ასე შემდეგ. ჩვენი პროფესიონალიზმიც იმაშია, რომ ამ ადამიანების სახეზე ბედნიერებას ვხედავთ. ნუ გარდა იმისა, რომ მე ის უკვე დავიწყებული მაქვს ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაც სოლო მოძრაობები და კახუჩელას პერიოდი. ხო, აი კახუჩელას კარიძის მერე კახუჩელას პერიოდი. ესე 10 წლეულებად აღმოჩნდა, რომ 10 წლეულებად მაქვს ეს ყველაფერი, ხო, თუმცა ის გზა გასავლელი იყო, ის იყო ჩემი პროდიუსერული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით და იმიტომ რომ შენ კი იცი რომ ეხლა მე მოწოდებით მომღერალი არა ვარ, თუმცა ავტორშემსრულებლობაზე კმაყოფილი ვარ და ვიყავი. მაგრამ მაინც დღესდღეობით არის ჩემთვის ყველაზე კომფორტული როგორც მუსიკოსისთვის ეს თავისუფლება, რასაც ეხლა ვაკეთებთ. სრულიად თავისუფალი ვარ მუსიკალურად და ნუ ეს გენიალური ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად უკვე მე-15 წელია, ხო? მე-15 წელია, ან მე-11 წელია რაც ალბომი არსებობს და მე-15 წელია რაც ჩვენ ერთად ვართ, ხო? ბევრ საინტერესოს კიდევ შემოგთავაზებთ ძალიან მალე. ჩვენ ყოველ თვე ხა გამოდის რაღაც ჩვენი მუსიკალური ასე ვთქვათ კომპოზიციები. ის ეტაპი მოგეთ დავიწყე და ხა რაც არის ეს იქნება ყოველთვის. ეს ჩემთვის მარადიულობა. ახლა გადავალ შენს ნიჭიერ ხანუმებთან მოგონებო მე ჯერ კიდევ აი პროექტის სტაბილიზების ქვეშ ვარ ყველანი, იმიტომ რომ ეხლა მთავარი სატელევიზიო მოვლენა ეს არის ქართულ ტელესივრცეში. მითხარით, თქვენ როგორ აკვირდებოდით ამ პროცესს გარედან და როდესაც დამთავრდა კახაბერის გამოსვლა ამ პროექტში, უფრო გული დაგწდა თუ პირიქით? შვებით ამოისუნთქეთ რომ დაიბრუნეთ ბოლომდე. მე მგონი შვები უფრო. ორივე, იმიტომ რომ კიდე გვინდოდა რომ გვენახა კახა, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემი აზრით. ძალიან მომწონდა ამ პლუაში და კიდე მინდოდა მენახა თვითონ თუმცა უფრო ურჩევნიათ რომ კონცერტზე ვნახო ეგ რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენც სიამოვნებას ვხებულობდით მოკლედ მისი წარმოდგენით ძალიან საინტერესოა კახასთან არ ვიცი აი იმდენად კარგად გამოგვდის ეს ალბათ თანამშრომლობა ერთმანეთთან რომ ამის ხარჯზე მოვდივართ და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. რაღაც თანამშრომლები ოჯახი ვართ. ოჯახები არ არიან ერთად 15 წელი. კიდევ ერთი მუსიკალური კომპოზიცია მინდა გქონოთ რომ შევასრულოთ და რა იქნება ეს შევბატონო? ეს იქნება ჩვენი პირველი ალბომიდან, რომელსაც ეწოდება ანიდან ჰ-მდე, სადაც არის ყველა რეგიონის სიმღერა ამ ალბომში და ეს ალბომია ზუსტად ის ალბომი, რომელზეც მე 20 წელია ნამუშევარი. მაქვს იმისთვის რომ თუ რა ფორმატით გამოსულიყო და ეხლა ვეძახით ეს როგორ ღვინის ფორმატია თქო რა, რაც უფრო დრო გადის, უფრო და ერთ-ერთი სიმღერა, ერთ-ერთი რეგიონის სიმღერა ამ ალბომიდან, რომელსაც ეწოდება ტაში ბიჭო გიორგული. იოლად მიხვდებიან, რადგან ტაში ბიჭო გიორგულა, რომელი რეგიონის ის რა? ხო, უბრალოდ ეხლა მოისმენთ ჩვენს ვერსიას კიდევ.
დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, კახაბელს და ხანუმებს, წარმატებები უსურვოთ მათ და გამორჩეულად მინდა სიკეთე ჯანმრთელობა უსურვოთ ანას, რომელიც ახლა მეოთხე ბავშვს ელოდება. ჩვენი შოუს ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუმარი, შეუდარებელი პაროდისტი, პაროდიის თეატრის მესი, ანუ მერაბ სიჭირავა მინდა მოვიწვიო ახლა სტუდიაში. რომგანი შეუერა. ვერა მოგესალმები შეგენაცვალე. ახლა მეც და შენც ის ღიმილი დაგთამაშებს ისევე როგორც აი ქუჩაში რო გამოივლი და დაინახავ ადამიანს უბრალოდ გაღიმებული რო არის დარწმუნებული ვარ რომ 10-დან 9 შემთხვევაში შეიძლება გაუცნობიერებლად მაგრამ მოგდევს ის სიხარული რაც ფეხბურთთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან გვახარებენ და რა თქმა უნდა გვირგვინიან ბოლო პერიოდისა რაც იყო ეს არის დაკავშირებული ჩვენ საოცარ ოქროს ბისთან ხვიჩა კვარაცხელიასთან რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო და აი თითქოს ქართველებს დაგვესაკუთრებინოთ აი ესეთი განცდა არის და ნუ აი რაგიცა საფეხბურთო აჟიოტაჟი დამსწავარია და აი სრულფასოვანი საფეხბურთო ცხოვრება დაბრუნდა ჩვენ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად შემოგია დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარა სრულიად საქართველოს ყველამ გაია სიცოცხლე გაგვიხალისეს რა. შენი პაროდია მაქვს რა არის ფეხბურთი ვაგეთ? რა არის ფეხბურთი? სპორტი, სტადიონი, მაყურებელი. მიიღო იამანიძემ, გადააწოდა მესხს. მესხმა თავისი ოსტატური ფინტებით მოატყვა ერთი, მოატყვა მეორე, მოატყვა მესამე, მოატყვა მეოთხე, მეგარე არის! არის! იბოლი დაოთრება იღო. აი ეგ დრო დაბრუნდა. ოღონდაც ახლა იამანიძეს და მესხის და მეტრეველის ნაცვლად არის მიხაუტაძე, ჭაკვეტაძე, კვარაცხელია და ასე შემდეგ. შესანიშნავი გულშემატკივრები ჩემო შენი უსაყვარლესი ნინი და ლიზა სტადიონზე ვნახე ფორმებით ამაზე გამოსხობილი Facebook-ზე სურათზე ნახე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა რომ მაყურებელი დააბრუნა ესე იგი ქალიან, კაციან, დიდიან, პატარიან, ბიჭიან, ბატონიან როგორც იგი ნამდვილად. ესე იგი ყველა გულშემატკივრობდა. ჩემი გოგონებიც არიან თავგადაკნული გულშემატკივრები და ძალიან საყვარლები. ასე ერთიან ტალღაში ვარ და კვარას თამაშზე ჩავფრენდით პარიზში პარკ დე პრენსზე აი რასაც შენამობის ფოტოები სწორედ იქ არის გადაღებული და თანაც ეს ის თამაში იყო სადაც დააჯილდოვეს მთელი გუნდი და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ცხადია სადაც დახატა ისე ითამაშა ორი გოლი გაიტანა ორი საგოლე გადაცემა იქ და ასე შემდეგ
და ნუ აი საოცრება იყო და აი რა ვნახე იცი მე რა ყველაზე მეტად რა გამიხარდა ჩემი თვალით ვნახე აი მასშტაბი აი ამ ბიჭის არა მარტო პოპულარობისა აი რაღაცა განსაკუთრებული პიეტეტი რაღაცა სხვა პატივისცემა რომელსაც ეს კაცი იწევს მოედანზეც და მოედნის მიღმას და ჯერ დაიწყო დითი იცი რომ სანამ შევიდოდით სტადიონზე მანამდე არის აი სადაც იყიდება ეს მათი ოფიციალური მაისურები ხო და ბავშვებმა მთხოვეს რომ კვარას მაისური მინდა და შევედით ჩავდექით რიგი იყო კარგა გვარიანი ესეთი გრძელი რიგი იყო და ველოდებით ახლა და გარედან ვატყობ რომ წერია იქ დემბელე დეზირე დუე ბარკოლა და ასე შემდეგ ყველას მაისურია უკან წარწერით ვათვალიერებ და ყველა არის და არ ჩანს კვარაცხელიას წარწერით მაისური ნუ მეთქი ეთყობა აი შიგნით აქ სადღაც შევედი ვეკითხები მოთხარი კვარაცხელიას მაისურის ყიდვა გვინდა და უი არ გვაქვსო მოთხე რატო არ გაქვთ გაიყიდაო ასკევეთი გაიგიდა. ველაზე მოთხოვნადია მითხრა. ხა ეს ერთი მხრივ ძალიან გამიხარდა, მეორე მხრივ ხა გული დაწდა ბავშვებს და ხა მინდა რომ რაღაცა უყიდო და მე ვიფიქრე რომ იქ ყველანაირი წარწერის გარეშე რო არის, ხო იცი მაისური მეთქი ვიყიდი და თუ არის საშუალება რომ დავაწეროთ. კიო ზემო თუ არისო სტიკერები ცალკე და ო გაიხარე მე ვთხარი ვიყიდეთ ეს ორი მაისური ნინისთვის და ლიზასთვის და ავედით, მაგრამ იქ ცალკე რიგია კიდე, ერთი 20 წუთიანი რიგი იყო. ჩავდექით ამ რიგში და მივდივარ და იქაც ხედავ რომ წერია დემბელე და სხვები ეს ფეხბურთელები ყველა გვარია, მაგრამ ხედავ რომ იქაც არ არის კვარაცხელია. მივედი მე ვთხარი კვარაცხელიას აი სტიკერი გვინდა რომ აი დავაწერო და არ გვაქვსო. რატო მე ვთხარ? გაიყიდა ყველაზე მოთხოვნადია. აი მხელა სიხარული იყო. ნუ ბოლოს დავჯერდით იმას რომ როლს მაისურები იყიდეს გოგონება, მაგრამ აი საოცარი რაღაცა სიყვარული ამკვიდა ნამდვილი აი დესპანია მთელი ჩვენი ქვეყნისა და ახლა იქ ხო ვიციამორეთ ესე მე დაჯილდოება იყო და მთელი ამბავი ჩვენი სასტუმრო მოშორებით იყო პარკ-დე-პრენსიდან, ამიტომ ტაქსში ჩავავსხედით და დავიძანეთ ჩვენი სასტუმროსკენ და ესეთი კონტაქტური აღმოჩნდა ტაქსის მძღოლი და საიდან ხართო? მე ვთხარი წელში გამართულად საქართველოდან მე ვთხარი აგერ კვარაცხელიას ქვეყნიდან შემომხედა სახე გაიბადრა და კვარაცხელიაო და კიდე მიქუთაძე მიქუთაძე ანუ მიქაუტაძეზე ძალიან პოპულარულია ასე ბიჭები ისი ზურიკოც და რო დამთავრა ხო იცი პატივისცემითისად ერთი წამი მოიცადებოდა მეთქი რას აპირებს და მომიტრიალდა და ნაინანინანინა ო ნაინანინა წამი მღერა ეს აჭარული და პოპულარული გახდა ამბობენ მივხვდი რომ ქართველებს ესე იგი ჩვენი ხელწერა უკვე დაგვიტყვია საბრაგეთში დიდებული რას ამბობ ისეთი გამოხმაურება აი სამსახურშიც ეზოში რა ვიცი მეზობლები გინდა ტრანსპორტი გინდა ნებისმიერი ფეხზე იდგა სრულიად საქართველოს ძალიან ბედნიერი გახარებულები ну რა თქმა უნდა ემოციები დატვირთულები ღამენათები მივდივარ სამსახურში მივდივარ სოფლის განვითარების სააგენტოში ჩემო ბატონო და შესასვლელში დავინახე ჩვენი ვახო გეგელია ეს ცნობილი ოპერატორი დიდი მწოდნე ფეხბურთის და ნამდვილი ექსპერტი არის აი უგზო-უკლოდ განვითარებული ადამიანია ნებისმიერ საკითხში და თან ისეთი კარგი ქართველია კაი ქართველი კაი სამეგობრო უჭირავს მობილური გვერდს უმშვენებს ჩვენი გივიჭონიაშვილი თანამშრომელი და ბატონი თემურ კვირკველია და უყურებენ ამას მეც მიუახლოვდი ამასობაში და კვარას ინტერვიუ ნუ რა თქმა უნდა ნახე ვახო ეუბნება ნახე და ჩავხედე ამ ტელეფონს მე ძალაუნებურად უკვე იკრიბება ხალხი და ეს ძალიან გამიხარდა რომ ასეთი თამაში გამოგვივიდა კვარას ინტერვიუა მეც რაც შეგეძლო ჩვენ აი ესა ჩავდეთ თელი სული და გული მე ღმერთს მადლობა გადავხარ იმიტომ რომ ძალიან ასეთი სიხარული მომენტია ყველასათვის ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ და უზომოდ ბედნიერი ვარ და აი შრომა რო ფასდება ღმერთსაც მადლობა ამასთან და რა ვიცი ხა ძალიან გადაღილი ვარ და ბევრს ვერ ილაპარაკე და აი ასეთი რაღაცა იყო და მე იქვე მიხაუტაძე ჩაერთო ჩვენ ყველაფერი ვაკეთე თვითონ რომ კათოლიკე მოდი იყო ძალიან კარგად ჩვენი ნაკრები ჩვენი საქართველოს ძალიან ბევრი გოლების გატანები გვინდა რომ გავხდეთ კიდევ უფრო ბომბარდირები და რა ვიცი ყველაფერს გავაკეთებ დანარჩენს აგერ ჩვენი მამარდა და ამბატებს და ჩვენი მთავარი დასახდენი არის ჩვენი ქართველი ხალხი და ჩვენ მათი გახარებისთვის ვიღწვით ზრუნავთ ვაკეთებთ ყველაფერს და ხანდახან ტრიბუნებთან რომ მივდივარ ეუბნებიან რატომ ხარდებიან იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი ნაწილი ჩვენ მათ გარეშე არსებობა უბრალოდ არ შეგვიძლია და კიდევ დიდხანს გავახარებთ ქართულ გულშემატკივრებს და ასეთია ელოგი იყო და მე რა მინდა ისე კითხო
შენ წინა გამოსვლას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება ჩვენი შოუს მაყურებლის მხრიდან, როდესაც შენი თანამშრომლების პაროდია გააკეთე და ეს რაღაცა ახალი ჟანრის ფუძემდებელი გამოდიხარ. მე პაროდია ვიცი ცნობილ ადამიანებზე, ეკაცო თუ იცი თქო პირველ წყარო მე რა თქმა უნდა პაროდიაც შესაბამისად საინტერესო გამოდის, მაგრამ შენ ამ უსრობი ხალხის პაროდიები რაღაცა ძალიან საინტერესო დაამკვიდრე და მითხარი როგორი იყო მათი შეფასება. უიმე ნამდვილად რავი დიდებული შეფასება იყო რამოდენიმე დღე გრძელდებოდა სხვადასხვის როგორც კი მივედი სამსახურში რა თქმა უნდა ნახავ ყველამ ზოგმა მე გადაახვია ისე სალკე დამატებით მივდივარ სამსახურში ზევიდან კორიდორიდან გეგი არის ბეთლემიძე ჩვენი ძმა და მეგობარი ვაიმე ჟიჭინა ვაიჭოდე დაგვრიდა ჩენზერო რაღაცა იგარაფერი და რაღაც უკან გიორგი მოზებს ღებრიშვილი აი შესაძლოა თქვენ ვაშლი რა გიორგი აშოთებლა გეცხული მაგრამ ვაშლის თემაშია რა მეუთხარი მესიჯად გამომიგზავნე ვეღარ ვარჩევ რას ლაპარაკო არადო ამის ლაპარაკი შემოწერა кайგო რა კოტე ხუცე ისე ჩაერთო ჩვენი ბატონი კოტე იაჭუბაბრიამ თავი გამოყო ცხელი ხაზის უფროსია ბატონო მერა ჩვენ როქთხოთ ხოლმე ხანდახანდა ხმარებას ადმინისტრაციით გქონდეთ ჩენზე რატო არ იყო არაფერი ნათქვამი ბატონო მერა მარიანა გამოვიდა ნინიაშვილი ძილის წინ ჩვენი არტისტი ერთად მუშაობ სხვადასხვის დიდი ხალისიანი გო აი ესეთი ტიპია მომინდომის რა აი დაახლოებით ესეთ ვარიანტი და სხვადასხვის ეს კალაბოკა გურიის კოლორიზე რო ვილაპარაკე ხო მოვიდა და მოგეწონა ბიჭობეთკი აი ბაღანა მითხრა ჩემ ანასტასიამ რაცხა დაჟღანული ხარ ისე გაგადავა იმანაც და რაღაცა მოეწონა ძალიან სიცინა ბაცანა კიკი ესენი ხო აი რა ვიდეო შენ რო გადავა აი ხვიჩა იყო კაი ხვიჩა აი ხვიჩა იყო ბიჭო შენ გაგადავა მაგრამ ბაცანა ეუბნება ამ დროს ხვიჩას გამვიდა ჩემზე არის მაგრამ ის იყო ერთი იყო რა ერთმანეთს აბრალო ნუ იმისი კარგი იყო ამისი კარგი ამ დროს იქიდან გამოვარდა ამ ხმაურზე მაკო მუჯირი ჩვენი ბატონი დავითის ქალიშვილი დავით მუჯირის ცნობილი ლეგენდა სახელოვანი აღა მირა ჩვენზე რატო არაფერი არ იყო თქმული რაღაც ბელამბა ხარაძე მოსდევს იქით სოფორაზმაზე წივილ-კივილ და არის ერთი ამბავი ანუ აჟიოტაჟი და გამოხმაურება იყო და ქალბატონი ძალიან წესიერი დამლაგებელი ქალბატონი ნინო რომელაშვილი მოდის შანფედინო მერა ჩენჩოპორეთ მაგანეთიო და ჩიკნები ჩენზე თეორიის მაგეთქარი იქნებ ხელფასი მაინც მოგვიმატა რაღაცა ქალბატონმა ზოიამ გამოიარა პირველ სართულზე ჩვენზე რატო არაფერი თქვი ბატონი ბერაბიაი კარტულოსიზე რო თქვი გამოყო თავი ქართულზე რა ხდება ზოია თუთი ყუში ყავს ზოიას იძახის ისე აკლა ორივე მეძახის ქართულოსია და თუთი ყუში ესეთი ნუ აი განწყობა იყო ძალიან კარგი და ფოტოშური ჩემმა ამ ძახალმა დათო ბიკიაშვილმა ჩვენ ხო აუგლიშდეთ მისი ასე ვთქვათ ის საკონიაკი კაცი არა ჩოლებრივი ხედა ვიჭო ჩემს ეს გააკეთა რა და დამირეკა ტელეფონით საპატიო ნახალოვკელმა ჩვენი სახელოვანი ზაზაფაჩულიას სიმამრობა ბატონმა შალვა ალავიძემ აუ ვერა ძალიან კარგი იყო რა ვერა აი მომეწონა რა ისე რომ აი დათოზეც რო რაღაცა იყო აი კარგად გქონდა რა დაჭერილი და რაღაცა ასეთი სატელეფონო ზარები ბევრი იყო ჩემმა უსაყვალესმა ჩვენი ოჯახის წევრმა ბატონმა მარლენ ტოგონიძემ ესა მერაბი კარგი იყო გესმის ჩამოდი თითო ჭიქუნა დავლიო შეკაცო აგერა ვაჟამეტრეველი გვერდზე მიზის გამიგე მერა ძალიან მაგარი ხა შეიმახვილი და ციცოს ხმა მესმის მისი მეუღლის უი მაგას კი ვინაცველი მაგას და რაღაც ანუ თემა რა არის იცით რომ აი ასე ხლა მე ყველას ვერ მოვყვები უბრალოდ ვერ ჩავეტევი მითხარი შენი მშობლიური სამეგრელოდან თუ იყო ზა სამი რასა როლაპარაკო აიო მერა ძიე ჯუსან ვარე Pide mureze gwelideki giyatsen gartasa Rossini san suqelas boş gidaqatı more bayo çekmeçade gitmeyəcək sansik meorem tarta quruyli mesmis qargi iqabico mara ასე როგორ შეიძლება ყველას გაცინმა bayo adi ჩენზესკი მერე რაღაცა რო იქნები ტელევიზიაში თხოვება რაღაცა და ჩენზეს ერთი ორი სიტყვა და აი ასეთი და გამოხმაურებები ქონდა ხოლმე მერაბ შენმე მითხარი რომ არა მხოლოდ სამეგრელოდან არამედ კიდევ ერთი შენი მშობლიური კუთხიდან გალიდანაც, ანუ აფხაზეთიდანაც ქონდა ზარი. აფხაზეთიდან
Mira, şey gira kategorinin zor var ya. Cicu, acın kadına mı vapşi mangar param yapı dikete bu. Gira kategorinin mu da. Çema megobarma da zmam kalek ekudiyam damirega da. რა რიბიჭო რომ გაუღადავებელი არ დათო ეს უკვე და მე რა დავშავ ისეთ ერთი რომ გეხსენებინა ვარ და თვითონაც იცის ხოლმე ესეთ პაროდიების კეთება და ასე შამრა კოილა გვაიე მარგარეკ და გვაიე ნაცაცრე გნორთელი ქორე კო ერთმანეთში გვაქვს ესეთი რაღაცეები და ანუ დადებითი მუხტი იყო ძალიან ეხლა მე რომ რაღაცა ესეთი ჩემო მერა დიდი სიყვარულით მოვიკითხოთ ჩვენი მაყურებელი საქართველოს ყველა კუთხიდან, აფხაზეთიდან დაწყებული, სამაჩაბლოთი დამთავრებული და სიკეთე ბედნიერება ვუსურვოთ მათ. ჩვენი სტუმარი გახდა ჩვენი უსაყვარლესი მერაბ სიჭირავა, დიდი მადლობა მას.